მოგესალმებით თრიალეთის სტუდიიდან. ეს არის გადაცემა თავისუფალი თემა. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე. ასევე ყურადღებას გავამახვილებთ შესაძლო ვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიმოვიხილავთ. ჩვენი სტუმარი მონაწილეობს აი ამ არჩევნებში, წარმოადგენს თავისუფალ საქართველოს მისი ლიდერი კახა კუკავა გვერდება. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო კახა, არჩევნებზე საუბრით მინდა დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. თქვენ მონაწილეობთ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, ასევე საზოგადოების ნაწილმაც. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში პირველ რიგში მაინტერესებს რატომ იღებთ მონაწილეობას და ამ არჩევნებში მონაწილეობა თქვენი ხომ არ აძლევს ხელისუფლებას რომ თქვას რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური და ხომ არ ფიქრობთ რომ თქვენი ნაბიჯი ხელისუფლების სასარგებლოდ შეიძლება მუშაობდეს? ზუსტად თავიდან შეკითხვას თუ სწორად გავიგე რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არა ფაქტობრივი მდგომარეობა არის რომ არჩევნების ბოიკოტს უცხადებს ერთი კონკრეტული პარტია ეს არის ნაციონალური მოძრაობა ყველა სხვა პარტია ამ არჩევნებში მონაწილეობს, რაც შეეხება იმას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იღებს მონაწილეობას თუ არ იღებს. ეს არჩევნებზე გამოჩნდება. ეხლა რატომ მონაწილეობთ ჩვენ ამას ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ, უბრალოდ კონტექსტი რო იყოს სწორი, რომ ნაცები რასაც იტყვიან, იმაზე ვერ დავიწყებ ჩვენ აყოლას, რომ ეხლა შარშად თვითონ უნდათ არჩევნებში მონაწილეობას და ყოველს მოუწოდებდნენ მონაწილეობა, ეხლა სხვებს ამუნათებენ რომ რატომ მონაწილეობთ არჩევნებში და ეხლა ნაცები როდის როგორ ხასიათზე იქნებიან არ მგონია რომ რომელიმე სერიოზული პოლიტიკური ძალა საზოგადოება მათ შუაზე უნდა დადიოდეს. რაც შეეხება ჩვენ რატომ მონაწილეობთ არჩევნების გაყალბება, რა თქმა უნდა შარშანდელი არჩევნების გაყალბება მოდი ვიყოთ უცხელები საქართველოში რაც არჩევნები ჩატარებულა თითქმის ყველა არჩევნები ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტის გამსახურდიის შემდეგ იყო მეტნაკლებად გაყალბებული ზოგი მეტად ზოგი ნაკლებად მაგრამ ეხლა გაგიჭირდებათ დამისახელოთ რომელიმე არჩევნები, რომელიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. ამის მიუხედავად საქართველოში ხელისუფლებები იცვლებოდა. გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი თქვენ გახსოვთ 2003-შიც, 2012-შიც ხელისუფლებები შეიცვალა. ანუ თუ ვიქნებით ბოლომდე ბუცფელი, კი, სიმართლე და სიმართლის ერთი ნაწილი არის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, მაგრამ სიმართლის მეორე ნაწილი არის ის, რომ მხოლოდ ეს არ გახდა და მე ვიტყოდი, რომ ძირითადად ეს მიზეზი არ იყო ის, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებს იგებს. ივანიშვილი არჩევნებს იგებს არა მარტო გაყალბების გამო უბრალოდ ზრდის მარჟას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ივანიშვილი არჩევნებს იგებს იმის გამო, რომ არ არსებობს სერიოზული ალტერნატივა. და ქართული ხალხი, რომელიც უყურებს ერთის მხრივ ივანიშვილს და ხედავს, რომ კორუმპირებული მექთამე და მათ ხო არა არის, მაგრამ მეორე მხარეს, როდესაც ხედავს, რომ მისი ალტერნატივა არის სააკაშვილი, გახარია და ხაზარაძე, თქვენს ძალიან ხშირად მოგისმენიათ ალბათ ეგ თქვენს ირგვლივ და მეც ძალიან ხშირად მომისმენია, რომ ნუ კარგი, ამ ჯალათებს კიდევ ისინი ჯობია თაღლითები. აი ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც არჩევნებს იგებს და ამაზე ახლა მე ვსაუბრობ, ხოლმე ძალიან ბევრი საუბრობს და ამას ჩვენ თვალი უნდა დავუსწოროთ. რომ სანამ ივანიშვილის ალტერნატივა იქნება სააკაშვილი და ხაზარაძე, ქართული ხალხის დიდი უმრავლესობა ან ოცნებას მისცემს ხმას, ან ნუ თავისი არმოსვლით სახში დარჩება და თავისი პასიურობით ისევ ეგეთ ოცნების მხარდაჭერა გამოდის. ამიტომაც მე მგონია, რომ ჩვენ თუ ხელისუფლების რეალურად შეცვლა გვინდა, მთავარი პოლიტიკური ამოცანა არის, რომ გამოჩნდეს ამ ქვეყანაში გამოკრისტალდეს ახალი პოლიტიკური ძალები და სასურველია რომ მოხდეს მათი კონსოლიდაცია. მე რა თქმა უნდა არ მაქვს იმაზე პრეტენზია, რომ ეს მხოლოდ თავისუფალი საქართველო და კახა კუკავა არის, ან სხვა მცირე ჯგუფებიც, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ და რომელსაც დაახლოებით იგივე პოზიცია აქვს რაც ჩვენ. მე ვიმაჩნია, რომ ადგილობრივი არჩევნები არის ზუსტად იმისი ტესტი, რომ მოხდეს ამ ეგრეთ წოდებული მესამე ცენტრის გამოკვეთა და მე პირადად ვიმაჩნია ასე, რომ ძალიან მაღალი არის იმისი ალბათობა, რომ 2020 წელს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მათ შორის იმ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მაგრამ ვადამდელ არჩევნებს არანაირი აზრი არ ექნება, თუ ისევ ეს არჩევნები ჩატარდა სააკაშვილისა და ივანიშვილის, ხოცებისა და ნაცების დიქოტომიის ფონზე. იმიტომ რომ ხოლმე ნახეთ 10 ჯერ და მე-11 ნახოთ სააკაშვილის ფონზე ქართული ხალხი ირჩევს ივანიშვილს. კი, იცის რომ თაღლითია, მათ ხო არა, აფერისტია, ხაზინის კურდია, მაგრამ ჯალად და მანიაც და ფაშისტს მაინც ეს ურჩევნია. აი ამ ჩაკეტილ წრეში ვართ და ეხლა არანაირი აზრი არ ექნება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თუ ეს დიქოტომია არ შეიცვალა.
ამიტომაც მიმაჩნია მე რომ ადგილობრივი არჩევნები არის ძალიან კარგი ტესტი იმისათვის რომ თუ ქართულ ხალხში რეალურად არის მომწიფებული ის რომ ან კოცისა და ნაცის გარდა რაღაცა სხვა დაინახოს პირველ რიგში რეფორმები გამოხატება რომ ის ხო თავისუფალი საქართველო მაგრამ მონაწილეობს თქვენი ცით რომ სხვა ჯგუფებიც რომელიც არ მიეკუთვნებიან აი ამ არც ერთ ორი დიდი ბანაკიდან არც ერთს თუ მოხდა ამ პოლიტიკური ძალების გაძლიერება ეს არის ერთადერთი შანსი რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს როგორც კი ივანიშვილის ალტერნატივა იქნება მესამე ცენტრი და არა ნაციონალური მოძრაობა ეგრეთ წოდებული პროდესალური ოპოზიცია დაწყებულია რომ ივანიშვილი წააგებს არჩევნებს ძალიან დიდი უპირატესობით იმიტომ რომ ვიყოთ გულწრფელი რა თქვენს ალბათ ბევრჯერ მოგისმენთ და მე ძალიან ბევრჯერ როდესაც ჩაეკითხები კონცეფციის ამორჩეულს რომ რატო აძლევ ხმას კონცეფცებს ხო იცი რომ კორუმპირებულები არიან უარგისები არიან მათკვერები და არკომპეტენტურები რა არის მათი მთავარი არგუმენტი რა ვინმე გეუბნებათ რომ ქართულმა უცნებამ დაპირებები შეასრულა და ყობახიძე მოწონს არა გეუბნებიან რომ ისინი რო არ მოუშვან ეს არგუმენტი არის გასანეიტრალებელი და სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით ამისი შანსი არის რაც შეეხება ბოიკოტს ჯერ ერთი პარტიის გამოცხადებული ბოიკოტი მე სოფლიოში არ გამიგია საერთოდ ეხლა დაცემი მიიღებენ თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ამის გამო ძალიან კარგად ვიცით რომ ადგილობრივი არჩევნები არ ჩაიშლება და ბოიკოტის პრეცედენტი ერთხელ იყო საქართველოში საერთოდ 1990 წელს როდესაც გამოაცხადა ეს ეროვნული მოძრაობა ზოგადად გამოსახულდიას ხელმძღვანელობით მაგრამ მე შეგახსენებ ორ რაღაცას პირველი იყო აქტიური ბოიკოტი ის არჩევნები მართლა ჩაიშალა და გადაიდო იმის გამო როცა ნახავ ხელისუფლება რომ ამორჩეულთა დიდი ნაწილი არაპირებდა არჩევნებში მონაწილეობას და მეორე იმასაც გეტყვით რომ ზოგადად გამოსახულდია როცა იმ არჩევნების ბოიკოტს უცხადებდა ამორჩეულს მიმართავდა ძირითადად და მოუწოდებდა რომ არჩევნებზე არ წასულიყო მე არ მახსოვს რომ იმ არჩევნებში მონაწილეობდა სხვა შორის სხვადასხვა პატენციული პარტიები ნოდარბათაძე და მოსვების იყვნენ კაკაბ ბაქრაძე და სხვები მე არ მახსოვს რომ გამოსახულდიას მართლმადიდებლად დაიწყოს რომ აი ის სიდივით ეს ტაქტიკა არის იმას ისე მიეჭდა ამას ასე მიეჭდა და ეხლა შეიძლება აიცი ასეთი ტაქტიკა რომ არ მონაწილეობა არჩევნებში ამის გამო ვინც არჩევნებში მონაწილეობს იმას რაღაცა გაყიდული უძახო ეს შარშან გაყიდულები იყვნენ ნაწილი არჩევნებში რომ მონაწილეობდნენ ეს არის არასერიოზული ინფანტილური დამოკიდებულება ბავშვური დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ და მასეთი დამოკიდებულება რო აქვს ამ პოლიტიკური პროცესის მიმართ იმიტომ არის ივანიშვილი რომ 13 წელია ფეხქვეშ ამოვიდო ეს ქვეყანა მაგრამ საზოგადოების როგორ აპირებთ რომ დაარწმუნოთ საზოგადოება რომ მივიდნენ აი ამ არჩევნებზე თუ გავითვალისწინებთ თქვენს ახსენეთ გასული არჩევნები რომელსაც არ აქვს ხო საერთაშორისო აღიარება და აი ამის შემდეგ როგორ ფიქრობთ რამდენად იქნება მზად ამორჩეველი რომ მივიდეს ამ არჩევნებზე მაშინ როდესაც გასულ წელსაც არ იყო ხო თქვათ ისეთი აქტიურობა საერთაშორისო აღიარების როლი ნუ გადავაფასებთ ჩვენ რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი მაგრამ ეხლა ქართული ამორჩეველი მაგის მიხედვით არიღებს გადაწყვეტილებას უბანზე მივა თუ არ მივა ეხლა ეს რა თქმა უნდა რასა იუნკნევიანუჩუსი ცნობს თუ არა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგი საქართველოში ამორჩეველი ძირითადად მიდის არჩევნებზე იმ შემთხვევაში თუ თვლის რომ მის ხმას რაღაც ფასი აქვს და შეიძლება რაღაცა შეიცვალოს ამიტომაც ჩვენ არჩევნებში ადამიანები როცა მოუწოდებ მე კონკრეტულად და ჩავწერე ვიდეო იყო ჩემი ვიდეო სოციალურ ქსელში ეხა ტელევიზიები და დავწყალობენ და სწორედ იმ ადამიანებს მიმართავთ ესეთ ადამიანები ყოველდღე მესმის მათი პოზიცია და მათი ასე ვთქვათ გონება და მოთქმა და თვითინი რომ აი დავიღალეთ ამ ხოც ნაცებს და ვინც დაიღალეს მე ხალხს მიმართავ ხა ხოცებს და ნაცებს ხო არ მიმართავ ვისაც მართლაც ამოგივიდათ ვინც ხვდებით რომ ჩიხია ეს ოპარტიული პოლემიკა არის ჩიხი აი კოცი ნაცი ხედავთ რომ ქვეყანა 13 წელი გაიჭედა აი ამ რაღაცა ვიწრო დერეფაში და ვერ მოძრაობს. არც წინ მიდის, არც უკან მიდის, ამიტომაც თუ გვინდა რომ აი ამას ქვეყანამ თავი დააღწიოს და რა თქმა უნდა მე არ ვარ იმას არ ვხადაგებ ეხლა რასაც ნაცები ამბობენ რომ კოცები უნდა დავუჭიროთ ან კოცები ამბობენ რომ ნაცები უნდა ამოვძურბოთ საერთოდ არა იქნებიან ისინი. თავარი რომ მათ დაკარგონ მონოპოლია თორე ეხლა ვიღაცა ვინც რეალურად ხარს უჭერს სააკაშვილს ალბათ სადღაც 4-5% დარჩა დღევანდელი მოცემულობა კიბერპელო იყოს ეს პოლიტიკური ძალაც. მაგრამ ის სიმახინჯე რაც ხდება რომ ამ პოლიტიკურ ძალას ქონდა მონოპოლიზირებული ბოლო 15 წლის მანძილზე ქართული პოლიტიკა ვისაც გინდა და ვინც მიიჩნევთ და მეთანხმებით რომ ეს არის სიმახინჯე იმ ხალხს მოგიწოდეთ მოდით არჩევნებზე და მიეცით ხო შემოხაზეთ ნომერი 7 ეს იქნება მე არ პირდებით ეხლა იმ სისულელებს რასაც ივანიშვილი პირდებათ რომ თქვენი პენსია 800 евро გახდება და თქვენი ბანკის ვარების მე გავისტუმრებ და რაღაც ბენზინი გაიხდება და გახდება 20 კაპიკი გახსოვთ ეს კოსაკუილა რასაც პირდებოდა ამორჩეულს ამას არ პირდებით მე პირდებით იმას რომ საქართველოში ჩამოყალიბდება ცოტათი უფრო სამართლიანი გარემო
როგორც კი კაცები და ნაცები დაკარგავენ პოლიტიკურ მონოპოლიას და დამყარდება წონასწორობა, იძულებული იქნება მთავრობა, რომ განსხვავებულას გაუწიოს ანგარიში. და არა ისე, როგორც დიდად უყურებთ ჩვენ ყოველდღიურად, როგორ დილით ჩართო ტელევიზორს და ირაკლი კობახიძის და თია ცულკიანის წყევლით იწყება ყოველი საინფორმაციო დღე. იმიტომ რომ სრული მონოპოლია ძალაუფლებაზე და ეს მონოპოლიამდე გამოგლიძოთ ჩემი აზრით. ერთდროულად უნდა მივცეთ და ჩვენ ვაძლევთ გარანტიას ქართულ ხალხს იმისას, რომ ჩვენი ხმები არ იქნება გამოყენებული არც ერთი იმ პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელიც დაკავშირებული არის ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილის სახელთან. მაგრამ რა გაძლევთ აი ამ გარანტიის თქმის საფუძველს, რომ ეს არჩევნებიც არ იქნება გაყალბებული მაშინ, როცა ჩვენი არჩევანი თქვათ ეჭქვეშ დგას გასულ არჩევნებზე. გაქვთ რაიმე მექანიზმი, რომ არ გაყალბდეს თქვენი ხმები არ დაიკარგოს და თქვათ არ მოხდეს კიდევ? ასეთი მექანიზმები იდეალური არ არსებობს და აუცილებლად ამ არჩევნებზეც იქნება გაყალბებული. მე გითხარით ერთხელ უკვე და ეხლა თუ ვინმეს აქვს საქართველოში აი ამ საარჩევნო კოდექსის და სამართლის და პროცედურების გამოცდილება, მაქვს პრეტენზია, რომ ერთ-ერთი მეც მაქვს და კარგად ვიცნობ ამ სისტემას. გაწმუნებთ რომ ეხლა 2003 წლის არჩევნები შევარდნაძე რო წავიდა არ იყო გაყალბებული. თუ 2012 წელს სააკაშვილმა თავისუფალი არჩევნები წააგო. საქართველოში ეს წინასწარ აი დაახლოებით რო შევაფასოთ 20% ეს არის ფორა, რომელიც აქვს ხელისუფლებას, მკვდარი სულების, ადმინისტრაციული რესურსების, სოციალური დაუცველების და სხვა იმ მოწყვლადი ჯგუფების ხარჯზე, რომელთა ტერორიც უფრო ადვილია ვიდრე სხვა დარჩენილი ჯგუფების. ეს მოცემულობა არის. ამას თუ მეკითხებით, რომ ეს იქნება თუ რა არჩევნებზე, რა თქმა უნდა იქნება. მაგრამ ყოველთვის როცა საქართველოში ხელისუფლება იცვლება და აი ამის ჩათვლით. კი, ხელისუფლებას უნდა მოუგოს ოპოზიციამ აი 20%-იანი სხვაობით იმისთვის, რომ ეს აისახოს საბოლოო შედეგში. და ერთ რაღაცასაც გეტყვით, რომ ადგილობრივი არჩევნები ამ თვალსაზრისით უფრო მომგებიანიც კი არის ოპოზიციისთვის, რატო? არავინ არ ამახვილებს ამაზე ყურადღებას. წინა არჩევნების შედეგებს დახედეთ. ოფიციალური მონაცემებითაც კი გაყალბების პირობებშიც კი ივანიშვილმა წააგო თბილისი და ზღვარზე იყო წაგებასთან ყველა დიდ ქალაქში. ვის ხარჯზე მოიგო მარნეულის ხარჯზე, ახალქალაქის ხარჯზე, ბოლნისის ხარჯზე და სხვა ისეთი რაიონების ხარჯზე, სადაც ჩვენ ვიცით ეთნიკურ უმცირესობებს როგორ აძლევინებენ ხმას. ის კი არა რომ ისეთი ხმას აძლევენ კონცეფტს, უბრალოდ იქ გაყალბების რესურსი არის უფრო დიდი. ეს თუ საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლებელია რომ შენ გაასაშუალო თბილისის და მარნეულის შედეგი, ადგილობრივ არჩევნებზე ამას ვერ გააკეთებ. ეს ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემაა და ოპოზიციისთვის სერიოზული შანსია. თუ ოპოზიციამ აჩვენა ამ არჩევნებზე, ადგილობრივ არჩევნებზე იგივე შედეგი, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ივანიშვილს თბილისი აქვს წაგებული. იმიტომ რომ რამდენი პროცენტიც არ უნდა იყოს მარნეულში და ახალქალაქში 90% რო აიღოს, იმ ხმებით ადგილობრივი არჩევნების სისტემიდან გამომდინარე თბილისი ხო ვერ გადაფარავს. თბილისის საკრებულოზე და თბილისის მერის არჩევნებზე ხო ვერ აისახება ის შედეგები. ამიტომაც ადგილობრივ არჩევნებს ამ თვალსაზრისით გარკვეული უპირატესობაც კი აქვს ოპოზიციისათვის. დიახ, მაგრამ თქვათ 2-3 მანდატი აღებული თქვენს მიერ აღებული. რა შეცვლის მაშინ როდესაც სათავეში ისევ ქართული ოცნება იქნება და ის გააკონტროლებს ხო მოვლენებს და რომელ რაიონი მუნიციპალიტეტებში აპირებთ ყველაზე მეტად აქტიურობას და თუ გაქვთ უკვე რაიმე გეგმები ამასთან დაკავშირებით? რაც შეეხება 2-3 მანდატს თუ გულისხმობთ, რომ თბილისში ჩვენი პარტია 2-3 მანდატს აიღებს, მე გეტყვით პირდაპირ თქვენ პირ შახარი, ეს იქნება არაჩვეულებრივი შედეგი თუ ჩვენს კონკრეტულ პარტიაზე საუბრობთ. თუ საუბრობთ ზოგადად ოპოზიციას, მე ვფიქრობ, რომ აქვს შანსი მაღალი აქტივობის პირობებში, რომ აიღოს 50%-ზე უფრო მეტი. ეს არის არა ჩემი ვარაუდი 2024 წლის არჩევნების ოფიციალური შედეგები ნახეთ თბილისში. მაშინაც ხო იყო გაყალბება, მაშინაც ხო იყო კარუსელი, მაშინაც ხო იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და მოსყიდვა. და ეს ყველაფერი ხელისუფლება რომ ასე ვთქვათ, გასკდა ნაკერავზე არ იყო 53%. 53% არის ხელისუფლების შედეგი თბილისში გაყალბების ჩათვლით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება ისევ მაღალი აქტივობა თბილისის ადგილობრივ არჩევნებში, ოპოზიციას ჯამურად აქვს შანსი რომ მიიღოს საქართველოს მანდატების უმრავლესობა, ხოლო თუ თბილისის მიერმა ვერ მიიღო 50% პირველი ტურში და თქვენ გახსოვთ რომ კახიკალაძეს ერთ-ერთ წინა არჩევნებში დასჭირდა მეორე ტურის გამართვა ნიკა მელიასთან, მეორე ტური ნიშნავს იმას, რომ კახიკალაძეს ამჯერზე გარანტირებულად წაგებული იქნება მერის არჩევნები. იმიტომ რომ წინა არჩევნები კალაძემ მოიგო მხოლოდ იმიტომ, რომ ისი მოწინააღმდეგე მეორე ტურში იყო ნომერი 5 ნაციონალური მოძრაობა. ამ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა არ მონაწილეობს და მე პირადად ხმაგრად აღწევდი, რომ ვინც არ უნდა გავიდეს, მე ვიქნები ეს თუ სხვა იქნება მეორე ტურს ქართული ოცნება თბილისზე თუ ვილაპარაკოთ კონკრეტულად თბილისის არჩევნებში აუცილებლად წააგებს.
რაც შეეხება სადმონაწილეობას თბილისის გარეთ არჩევნებში, ჩვენი რესურსები იცით, რომ პარტია თავისუფალი საქართველო მეგონი ერთადერთი გამონაკლისი არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ არ ვართ ყოფილი სახელმწიფო პარტია. შესაბამისად არ გვაქვს ეს ნაძარცვი რაღაცა ბიუჯეტის ფულები, რომელიც არის სხვა პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ძირითადი წყარო. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს იმისი რესურსი, რომ 64 მუნიციპალიტეტს მოვედოთ, აქცენტს ვაკეთებთ თბილისზე და აგრეთვე იმ რაიონებზე, სადაც თვითონ ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ. მე ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით, შიდა ქართლში ჩვენ ჯერჯერობით გვყავს კასპში მხოლოდ ამორჩეველთა საპარტიული სია და მე მოვუწოდებ გორის, ხაშურის, ქარელის მუნიციპალიტეტში, რომ ყველა ვინც აპირებთ, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, გადაწყვეტილი მნიშვნელობა პარტიულობა, ყველა ვისაც მიგაჩნიათ, რომ ამ ადამიანს აქვს ავტორიტეტი თავის მუნიციპალიტეტში და იქნებოდა თავისი ქალაქის საქართველოს კარგი წევრი და კარგი მერი, მოგმართებთ 20 სექტემბრამდე არის ვადა და ჩვენ კანდიდატებს აუცილებლად წავაგდეთ ადგილობრივ არჩევნებში. ანუ კასპში გეყოლებათ კანდიდატი. დიახ. კი, მუნიციპალიტეტებში რომ ძიმე მდგომარეობა ალბათ იცით და იცნობთ ხო გარკვეულწილად რომ რა თქმა უნდა ისინი არ არიან დამოუკიდებლები და ასე შემდეგ. თქვენ ანუ რა გეგმები გაქვთ კონკრეტულად და რაც შეეხება შიდა ქართლს აქ არსებულ პრობლემებზეც მათ შორის კასპში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კონკრეტულად რა აქტივობებს გეგმავთ? Ну, მუნიციპალიტეტებში თქვენ თვითონ საჩვენებთ, რომ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მუნიციპალიტეტები რეალურად არ არსებობს. დღეს მერი ხავს რეალურად რო ვთქვა, მხოლოდ ქალაქ თბილისს, რომელსაც აქვს თავისი ბიუჯეტი და თავისი უფლებამოსილებები, ყველა დანარჩენი ქალაქის მერი, ეს არის უბრალოდ ლამაზი სახელწოდება, თორე გორს ხავს, არ მიწყინოს არავინ, არა გორის მერი, არამედ გორის კანალიზაციის უფროსი. რატომ? იმიტომ რომ კანალიზაციის გარდა არაფერი არ ექვემდებარება. ვინც ის ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა, კანალიზაციის და რამოდენიმე კომუნალური სამსახურის გარდა მეტი არანაირი ფუნქციები მერიას არ აქვს. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ფინანსები, გადასახადები, ჯანდაცვა, განათლება, ყველაფერი ეს არის ცენტრალიზებული. ეს არის ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც უნდა გამოსწორდეს, რომ უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია და ფუნქციების შემოსავლებისა და ქონების მეტი წილი უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, როგორც ეს არის ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში. თორე ეხლა თუ ფუნქციები არ ეკნება ბუნებრივია, ეხლა რაც არ უნდა კარგი მერი ავრჩიოთ ჩვენ გორში და სამტრედიაში და ქობულეთში, თუ ფული არ ეკნება იმას ბიუჯეტში, ადგილობრივ ბიუჯეტს გულისხმობ, რაც არ უნდა კარგი იდეები ქონდეს, ბუნებრივია რომ ამის რეალიზაციას ვერ მოახდეს. ამიტომ პირველი ერთ-ერთი პრიორიტეტი რაც არის ჩვენთვის თავისუფალი საქართველოსთვის, ეს არის სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დამატებითი უფლებამოსილებების გადაცემა. რაც შეეხება ზოგადად ჩვენ საარჩევნო პროგრამას, ახლა თქვენი თუ რამდენად იძლევა ამის საშუალებას და საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ გექნება თქვენ საშუალება უკვე საარჩევნო ეთერში რომ მოგიწვიოთ. უბრალოდ ისევ არჩევნების ირგვლივ მინდა გკითხოთ დამკვირვებლის უფლებებს რაც შეეხება, თქვენ ალბათ ძალიან კარგად იცით ეს რომ მათი უფლებებიც არის შეზღუდული და მით უმეტეს ეუთოოდირიც თუ არ დააკვირდება, ესეც გარკვეულ რისკებს აჩენს. ამაზეც მინდა თქვენი შეფასება. საერთაშორისო ცოდნისმოდა ცოტა საერთაშორისო დამკვირვებლები ბრძანეთ? ეუთოოდირიც და ადგილობრივი დამკვირვებლებიც, იმიტომ რომ შეზღუდული არის მათი უფლებები აი ამ არჩევნებზე უკვე. ფაქტიურად მათ ფუნქცია აღარ ექნებათ და რამდენად გვეყოლება ესეც საინტერესოა. იმაჩნია რომ ცუდია რომ ისინი არ ესწრებიან ამ არჩევნებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჯობია რომ თუნდაც ცუდი დამკვირვებელი ესწრებოდეს არჩევნებს, ვიდრე არავინ არ ესწრებოდეს, თუმცა ერთსაც ვიტყვი 2003 წლიდან მონაწილეობ საარჩევნო პროცესებში აქტიურად, ანუ არა როგორც საარჩევნო, არამედ როგორც კანდიდატი და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი. და მინდა გითხრათ, რომ ამ ეუთოოდირისგანაც ნუ დავხატავთ ანგელოზებს. კაი გათახსირებული ხალხი არის ეგენიც და კარგად გავუცდეთ რა დასკვნებს წერდნენ. კიდევ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და კიდევ ძალიან ბევრ გაყალბებულ არჩევნებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაინც ჯობია დაესწროს, იმიტომ რომ არ დასწრებას ჯობია ცუდი დამკვირვებელი დაესწროს. მაგრამ ეხლა რო ხატავებ თიან ანგელოზებად თავს, კარგად დავუცდეთ საქართველოში კიდაც მხედრიულის დროს ჩატარებული არჩევნები და კიდაც სააკაშვილის დროს ჩატარებული არჩევნები რა დასკვნებს წერდნენ. რასაც დაავალებდნენ, იმას წერდნენ და ისიც კარგად მახსოვს უკვე დათერილ დასკვნებსაც რომ ცვლიდნენ ხოლმე. ამიტომაც მე მათგან არანაირი თიან ანგელოზებზე რაღაც პანაციას არ დავხატავ, უბრალოდ ზოგადი წესი არის რომ თუ არჩევნები არის ღია დასამალი რატო უნდა იყოს. დაესწროს ყველა და დააკვირდეს ყველა. ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელმაც საკმაოდ ისეთი დასკვნა დადეს და ძალიან აქტიურად აკვირდებოდნენ ამ არჩევნებს, გასულ არჩევნებს და ძალიან რთულ პირობებშიც, მაგრამ ეხლა უკვე შეზღუდულია მათი უფლებები. ფიქრობ რომ გულისკენა გამოთქვი იმისთვის, რომ როცა ეს ადგილობრივი ორგანიზაციები მთავრობასთან იყვნენ შეკრული,
ძალიან კარგად მახსოვს, რომ როცა ჩვენ ვყვიროდით მარტო თავისუფალი საქართველოს რო არჩევნები ყავდებოდა, რაც მათი ყვირილი არ მისმოდა და ეხლა გრანტების მიღება რო აუგზავნეს და მათზე უშუალოდ აისახა ამ რეჟიმის, ასე ვთქვათ, სუსხავი ეფექტი, ეხლა აღმოაჩინეს ყველაფერი. ის ფედის განცხადებები მახსოვს საერთოდ ზურაბიშვილი კარტოფილი დიზაინი მაკარონი რომ აიყვანეს, მაშინ როგორ იყო? მაშინ მარტო თავისუფალი საქართველოს ყვიროდა ამას. არა, ადგილობრივი ორგანიზაციები ამბობდნენ სხვათა შორის ძალიან კრიტიკული დასკვნები. ძალიან ვილად, მათ ძირითადად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ქართული განმართველი ჯობს გვიანვიდრე არასდროს, უბრალოდ ჯიყვარ ჩვენ პარტიაში სიმართლე და ამიტომ ვამბობთ ამას, რომ ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც ჯობდა რომ სახელი არ გაეტეხათ წარსულში არაერთი გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. ხო, არ ვიცი თქვენ რომელზე საუბრობთ, თუმცა ცხად იმედია ყველა ორგანიზაციას არ გულისხმობთ, იმიტომ რომ მახსენდება ძალიან ობიექტური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. დიახ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე, თქვენ რამდენად ხედავთ აი ამ საფრთხეს, რეალურად ვდგავართ თუ არა ჩვენ აი ამის დაკარგვის წინაშე და თუ ეს მოხდება, რას ვკარგავთ და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში? რისკის წინაშე რა თქმა უნდა ვდგავართ, ეს შეიძლება ყველაზე არ მოხდეს, იმიტომ რომ ეხლა მე არ ვარ დიდი სპეციალისტი, მაგრამ როგორც ამ საქმეში უფრო ჩახედული ხალხი ამბობს, საკმაოდ რთული პროცედურები არის. ამიტომ იქ 27 სახელმწიფოს კონსენსუსი ახლა ერთ კვირაში და ორ კვირაში და არც ორ თვეში მიღწეული არ იქნება, თუმცა საბოლოო ჯამში თუ რა თქმა უნდა საქართველოს შეიცვლის ასე ვთქვათ საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, რა თქმა უნდა ვიზა ლიბერალიზაცია გავხდება, იმიტომ რომ ეს მხოლოდ პარტნიორი სახელმწიფოებისთვის არის განკუთვნილი. და რა თქმა უნდა ძალიან არა მხოლოდ ყავს ამდენი პოლიტპატიმრები და კანონები, მართლაც რუსული კანონები, რომელიც ბოლო დროს მიიღო შემახება. რაც შეეხება წინაპირობებს, რომელსაც ევროკავშირი აყენებს, მაშინ მაგ თემაზე თუ გადავალთ. მე პირადად ვაპირებ კიდევაც ჩვენ რომ ევროკავშირის ევროკომისიას მიმართოთ ღია წერილით. მე მიმაჩნია რომ ეს არის არასწორი წინაპირობები, რომელიც არის საქართველოს მიმართ აყენებული და იმდენად არასწორი არის, რომ ხანდახან გონია რომ აქ ივანიშვილის ლობისტებიც კი იღებენ მონაწილეობას. მაგალითად აი სუპოზ რომ გამოხდა ეს ეგრეთ წოდებული ულტიმატუმი რო აპირობა 1 სექტემბრამდე რომელიც უნდა შეასრულოს და რა არის პირველი პირობა? აი ტექსტი თუ გაქვთ თქვენ წაკითხული, რა არის პირველი პირობა? რომ საქართველოს უნდა შეცვალოს ამ LGBT პროპაგანდის ამგზავრალი კანონმდებლობა. მე ამ შემთხვევაში არ შევალ ჯელობაში ეს კანონმდებლობა სწორია თუ არა სწორია, მოკლედ ვიტყვი რომ კი მე მგონია რომ სწორია ეს კანონმდებლობა, მაგრამ არ შევიდეთ ამ წუთას ჯელობაში. როდესაც მიმდინარეობს აი ეს უზარმაზარი პროპაგანდისტული ომი და იცით რომ ქართული ოცნება და ხელისუფლება ცდილობს რომ ყველაფერი გამოიყენოს სათავეში. მე არ მესმის რატომ უნდა დააყენოს ევროკავშირმა თავის რა მოთხოვნებს შორის პირველ პრიორიტეტად LGBT თემატიკა. მე არ მესმის ეს და მინდა მიმართო რომ თუ მართლა უნდა საქართველოში რომ ოპოზიციას დაეხმარონ, ქართულ ხალხს დაეხმარონ, პირიქით ეგ თემატიკა საერთოდ უკანაფლაზე კი არა, საერთოდ უნდა გაარქვათ საქართველოს შესახებ საუბრიდან და უნდა ილაპარაკონ იმაზე, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ. სხვათა შორის ხელისუფლება ძალიან კარგად მანიპულირებს აი ამ თემით, ძალიან კარგად მანიპულირებს და მოსახლეობის გარდა მანიპულირებს. აძლევენ ამის მანიპულირების საშუალებას. ხელისუფლება ხო ცარიელ ადგილას არ ხელისუფლება ხო არ იგონებს ამას, მართლაც ხო წერია ეს იმ დოკუმენტში. ეს ვფიქრობ არის ძალიან დაკაშუს ჩაწერს სამ რეზოლუციაში, ხან LGBT-ს ჩაწერს და მე ბუნებრივია რომ ამით მანიპულირებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლება და მასალას რომ მისცემ, ხა რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოწინააღმდეგე იმანიპულირებს. ამიტომაც ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. მე ვიყო მაგალითად ევროკომისიის მრჩეველი რაღაც სიტყვა მეთქოდეს, იქ მეთქოდი რომ ჩაწერეთ პირველ წინაპირობად საქართველოსთვის, რომ ჩაატაროს სასამართლო რეფორმა და მოხსნას რუსეთზე და სხვა მოსამართლეები გაათავისუფლოს თანამდებობიდან. ჩაწეროთ მეორე მოთხოვნად, რომ საარჩევნო კოდექსი არის შესაძლებელი და ასე შემდეგ მესამე საკითხად კორუფცია, ბანკის ვალები და ასე შემდეგ. ქართული ხალხის 99% დაუჭერს მხარს ასეთ წინაპირობებს და ასეთ ზეწოლას ევროკავშირის მხრიდან და ეხლა რა დასამალი არის და როცა წინაპირობებში ვხედავთ რომ სააკაშვილის გათავისუფლება და LGBT კანონმდებლობა წერია, როგორც მინიმუმ ბილად ვთქვათ, აქ არ არის კონსოლიდირებული აზრი ჩვენ საზოგადოებაში. დიახ და ბოლოს წეგან ახსენეთ გრანტების შესახებ კანონი და ეს არ არის ერთადერთი რომელიც ბოლო დროს იქნა მიღებული, არაერთი შემზღუდავი და მე ვიტყოდი რეპრესიული კანონი მიიღეს, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე წნეხს ქვეშ აყენებს მედიას და არა მხოლოდ მოკლედ არ ვართ მოკლედ კარგ მდგომარეობაში. თქვენ რა მიგაჩნიათ და ზოგადად მიგაჩნიათ თუ არა ეს კანონები საგან გაშოთ? და ყველაზე მეტად რომელი არ მიმაჩნია ეს კანონმდებლობა, მე რაც მომისმენია პოლემიკა,
ძირითადი არგუმენტი, ერთადერთი არგუმენტი ოპონენტების მხრიდან რაც მოვისმენია, არის ტერმინოლოგიური, რომ აი უნდა ერქვა თუ არა უცხოეთის აგენტი, ამ ნაწილში მე შეიძლება გარკვეულწილად გავიზიარო ამ კანონმდებლობის, ამ კანონის ოპონენტების არგუმენტები. რაც შეეხება იმას, რომ ფინანსური დოკუმენტაცია უნდა იყოს გამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამაში მე პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. ეს ისედაც იყო გამჭვირვალე, მანამდეც გამჭვირვალე. ისედაც არ იყო გამჭვირვალე, ეს ტყუილი ახლა როგორ იყო ისედაც გამჭვირვალე. მე ვიცი ეს საკითხი, რომ მაგალითად არის საიტი, სადაც თქვენ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეგიძლიათ შევძრადეთ და ნახოთ ჩემი პარტიის რამდენი არის შემოსავალი და გასავალი. არ იყო არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ იმას გულისხმობთ, რომ თავრობისთვის იყო და შემოსავლების სამსახურისთვის ხელმისაწვდომი, ეს გასაგებია. გამჭვირვალობა ხო მაგას არნიშნავს, გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ თქვენ ჟურნალისტებმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა ნახოთ. ანუ გავცემ ამ შემთხვევაში არანაირი ახალი ნორმა არ არის, რაც პარტიებზე მოქმედებდა ყოველთვის კანონი, რომ პარტიის ფინანსები არის გამჭვირვალე, ის გავცემდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამ ნაწილში მე პრობლემას ვერ ვხედავ და მით უფრო მილიონჯერ ითქვა და მილიონჯერ იქნა ეს არგუმენტი დასახელებული, რომ ზუსტად იგივე და უფრო მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს აბსოლუტურად ყველა ევროპულ ქვეყანაში და შეერთებულ შტატებში. ერთადერთი რაზეც შეიძლება იყოს პრეტენზია და ამ ნაწილში მე რომ დამეწერა ეს კანონი უფრო მოქნილ ვარიანტს დავწერდი, რომ აი რაც შეეხება მინიჭებას სტატუსისას აგენტისას, იმიტომ რომ აგენტი ბუნებრივია რაღაც გარკვეულ შეურაცხყოფელ კონოტაციას მოიცავს თავის თავში და ეს ტერმინი შეიძლება ყველა შემთხვევაში არ იქნეს გამოყენებული. ეხლა თქვენ 25% თუ იღებს ორგანიზაცია უცხოეთიდან, უკვე მას ეწოდება აგენტი და ეს შეიძლება არ იყოს სამართლიანი, იმიტომ რომ 25% დიახ, მაგალითად გეტყვით ხა ჩემს მაგალითზე, მე თუ მინდა რომ მოვიპოვო გრანტი და ჩავატარო ჟურნალისტური გამოძიება და მით უმეტეს რომ იციან რომ თქვა ჩვენ ვართ კრიტიკულად განწყობილები, რა თქმა უნდა ხელისუფლების თანხმობა მჭირდება, რაზეც არ მექნება. ცხადია არ მომცემენ ხო რომ მოვამზადო ეს და ამასაც რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი სერვისის გამცემი ორგანიზაცია იყო, რომლებიც დღეს აღარ ფუნქციონირებენ, მათ შორის იურიდიული მომსახურება უფასო და აღარ ჩამოვთვლი ახლა გენდერული მიმართულებით და ასე შემდეგ და მათმა დიდმა ნაწილმა შეაჩერა მუშაობა მაშინ, როდესაც ისინი ძალიან დიდ საინფორმაციო კამპანიასაც წარმოებდნენ და ბევრი ბენეფიციარი იღებდა სხვადასხვა სერვისებს. ამაში საგანგაშოს ვერ ხედავთ თქვენ? მოდით შეიძლება გასვლა მოსაზრებები იყოს, მე ჩემსაც ვიტყვი. პირველ რიგში მოდი ვთქვათ ის, რომ ყველა გრანტისგან ნუ დავსახავთ ახლა იმას, რომ ყველა გრანტი იყოს სიკეთე. მე მინახია ბოროტი გრანტებიც, ახლა თქვენ ახსენეთ გენდერი და ბაია პატარა რასაც აკეთებდა, მე იმას ნამდვილად ვერ ჩავთვლი, რომ ახლა საქართველოს მოსახლეობას ეხმარებოდნენ ამით. და კიდე ძალიან ბევრი სხვა გრანტი იყო, თუმცა იყო რა თქმა უნდა კარგი გრანტებიც. მეორე კიდევ ერთხელ რომ გრანტების გაცემა საქართველოში არავის არ აუგრძალავს. და მაგალითად მე მოვისმინე ახლა რომ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ამერიკულმა, რომელიც იქ რაჭაში სტომატოლოგიურ რაღაცა კაბინეტს აფინანსებდა, შეაჩერა. რა შეაჩერა? რატო ვინმე აუგრძალა? თუ ახლა ჯინაზე შეაჩერა, არ ვიცი, მაგრამ არავის არაფერი არ აუგრძალია. მე ერთ ნაწილში შემიძლია დაგეთახო მხოლოდ რომ აი თუ ახლა აგენტის სტატუსი იყო მიუღებელი, ამ ალბათ მიუღებელი იყო ახლა არავის არ სიამოვნებს რა თქმა უნდა აგენტს რო არ ქვია, კი ბატონო. ამ ნაწილში არგუმენტი მისაღებია და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შეეძლო უფრო მოკლე ვარიანტი მოეძებნა ამ ტერმინს. მაგრამ გამჭვირვალობაზე, ახლა აი 100%-ით ამ საკითხს შემოაერთებით უბრალოდ, იმიტომ რომ სიღრმეში ვარ ჩარეული. მომისმენია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის არგუმენტი ამასთან დაკავშირებით და არ არსებობს არგუმენტი, რატო არ უნდა იყოს გამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები. ჩემი ფინანსები თუ არის ამ გამჭვირვალეობაზე არავინ დაობს ახლა საუბარი. ამ გამჭვირვალეობაზე არავინ დაობს. ახლა საუბარი უფრო იმაზე არის, რა პასუხისმგებლობა დგება ამ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ 50%-ზე ნახლებს თავისი შემოსავლებისას უცხოური გრანტების სახით, მათ მიმართ მე ვფიქრობ, რომ ტერმინი აგენტი შეიძლება რომ არ ყოფილიყო გამოყენებული. თუ ახლა მაგალითად ორგანიზაციას აქვს თავისი შემოსავლები და რაღაცა 20% შემოსავლების მიიღო, რომელთაც რაღაცა პროექტი დააფინანსა, ამ ორგანიზაციას შეიძლება რომ უცხოეთის აგენტი არ ეწოდოს ამ ნაწილში კანონის კრიტიკას ვიზიარებ. რაც შეეხება იმ ნაწილში კანონის კრიტიკას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები ქვეყნებოდეს ინტერნეტ სივრცეში, ამ ნაწილში მე კრიტიკა არ მისმის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ზუსტად ეს წესი წლებია უკვე მოქმედებს პოლიტიკური პარტიების მიერ და ყველა პარტიის ფინანსური შემოსავლები ხარჯები ხდება ინტერნეტ სივრცეში. არ მგონია ახლა ამ გამჭვირვალობაზე ვინმე დაობდეს, ყოველ შემთხვევაში მე არ მომისმენია რომ ეს იყოს ახლა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომ ორგანიზაციებს არ უნდათ გამჭვირვალობა. აი ასე უნდა ითქვას პოზიცია, რომ პრობლემა არის მხოლოდ ტერმინში
და არა სხვა რაიმეში, იმიტომ რომ თვალს ვადევნები ამ პოლემიკას და იქ რაღაცა შუა ლედური პოზიცია როცა იყო, რა ტერმინი ხარ შეიცვალოს, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია იყო, ეს არის რუსული კანონი და მე სასაცილოდ არ ყოფნიდა, რომ ესე კანონის იდენტური ტექსტი, ესე იგი ამერიკაში დემოკრატიულია და საქართველოში რუსულია. ეს არგუმენტი ჩემთვის არათუ არადამაჯერებელია, ცოტათი მაღაზიანებს, იმიტომ რომ თვლიან, რომ ესე ქართული ხალხი ვართ სულელები, რომლებსაც წერა არ უცით, კითხვა არ უცით და ნორმალურია თუ გვეტყვის, რომ ერთი და იგივე კანონი ამერიკისთვის კარგია, უკრაინისთვის კარგია და საქართველოსთვის ცუდია. სხვათა შორის უცხოური გრანტებით გაკეთდა ძალიან ბევრი კარგი საქმე და თქვენ იცით ეს და კი ბატონო ნელ-ნელა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და ანუ თქვენ ფიქრობთ რომ აქ არის მხოლოდ ტერმინში პრობლემა და სხვა პრობლემა მიმართულებით არის. თქვენ სამწუხაროდ ხო თქვენ ამაზე დამეთანხმეთ რომ პრობლემა მხოლოდ ტერმინშია. მეტი გამჭვირვალობაში არ არის პრობლემა. თქვენ სამწუხაროდ თქვენიც ამბობენ და ტერმინზე მე ხარს დაუჭერდი რომ ის ორგანიზაციები რომლებიც 50%-ზე ნაკლებს იღებენ გრანტის სახით ისინი აგენტის სტატუსით არ უნდა რეგისტრირდებოდნენ. კი ბატონო, ცოტა საკამათო თემა არის კიდევ და სხვა გადაცემაში მედია მოგცემა ამის განხილვის საშუალება. მადლობა გისურვებთ წარმატებებს. კახა კუკავა, თავისუფალი საქართველოს ლიდერი, საუბრობდა ტრიალეთის ეთერში. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. გემშვიდობებით, ნახვამდის.